ევროკავშირში ველოდებით, რომ თუ საქართველოს სურს წინ წასვლა ევროპულ გზაზე, მაშინ ხელისუფლება განსხვავებულად უნდა მოიქცეს. ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ იმედის მიცემა ხალხისთვის, არამედ ასევე მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არ არის სწორი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებენ, რა სურს ხალხს. საქართველოზე საუბრისას იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას, თუმცა ეს მათ ხელშია, მათი გადასაწყვეტია. სამართლიანი არჩევნების ორგანიზება საქართველოს დაეხმარება გამოუვიდა სამართული მდგომარეობიდან. ამას ჩვენ ერთი წლის წინაც მოუწოდებდით. საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება. სხვა შემთხვევაში, რაც ჩანს, ეს არის პროცესების დეგრადირება და დემოკრატიის უკუსვლა. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ. იმედი მაქვს მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას. სად არის საქართველოს ადგილი? რუმინეთი პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ვაგრძელებთ, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ისიც მართალია, რომ დღეს მოცემულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტ სიბრძვის და მეტი წვლილი შეაქვს ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებს, პოლიტიკურ და ცენტრალურ ხელისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ასევე საქართველოს საზოგადოების გამძლეობის ნიშანი და ფაქტია, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და ინვესტიციების დაბანდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაში.